მოგესალმებით. გაგაცნობთ ჩემს ნაშრომს, რომელსაც მე დავარქვი ახალი მიმართულება ფიზიკაში. აქ წარმოდგენილია ფიზიკის ახალი საფუძვლები, რომელიც მთლიანად ცვლის ფიზიკას და ჩვენ წარმოდგენას სამყაროს აგებულებას. ალბათ ფიზიკოსები იტყვიან, რას იჭირდება რაღაც მიმართულებით ფიზიკაში, თუ ყველაფერი კარგად გვაქვს, ყველაფერი მუშაობს, პრაქტიკულად ყველაფერი მართლდება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ფიზიკაში არსებობს ფსიქოლოგიური შეცდომები, რაც ფიზიკა შეიყვანა დიდ გაუგებრობაში. ეხლა იმისათვის, რომ მე ავხსნა თუ რისთვის გვჭირდება ეს ახალი მიმართულება, მე მინდა ავხსნა თუ რა ფსიქოლოგიური შეცდომებია ფიზიკაში. საერთოდ ფიზიკა აგებულია და ადამიანის გონება, უბრალოდ ვთქვათ, საერთოდ ადამიანის გონება აგებულია შედარებაზე. იმისათვის, რომ ჩვენ რაღაცის მნიშვნელობა წამოსავალ გონებაში, ეს რაღაც სხვა მნიშვნელობას უნდა შევადაროთ. ამ მაგალითად მოვიყვან მაგალითს, როგორც ავსახეთ ჩვენთვის საჭირო სიგრძეების მნიშვნელობა ჩვენ გონებაში. ჩვენ ავიღებთ მაგალითზე რაღაცა მუდმივი მნიშვნელობა, დავარქვით მას მეტრი და აი ამ რაღაც მიღებულ ჩვენს მიერ მიღებულ რაღაც მუდმივ მნიშვნელობას ჩვენ ვადარებთ ყველა ჩვენთვის საჭირო სიგრძეებს და ასე წამოსახავთ ამას ჩვენს გონებაში, მის მნიშვნელობას ჩვენს გონებაში. მაგალითად ვამბობ რაღაც სიგრძეზე არის 9 მეტრი, არის 10 მეტრი, არის 100 მეტრი, ესე იგი ჩვენ აი ამ მეტრთან შედარებით უკვე წამოსახეთ აი ამ მანძილების მნიშვნელობა ჩვენს გონებაში. ეხლა თავარია, როგორც წამოვსახეთ ჩვენ გონებაში, ჩვენი მოძრაობები, ჩვენი ქმედებები, თუ რამდენი ვირბინე, რამდენი ვიცინე, მაგალითად, რამდენი ვიმუშავე. ამისათვის მე დავუბრუნდები ისტორიას. ძველად როცა გლეხი მიდიოდა ტანაში სამუშაოდ, ის აკრდებოდა მზის მოძრაობას. მას ეგონა, რომ მზე მოძრაობდა დედამიწის გარშემო, ხო? ასე ძველად ასე ფიქრობდნენ. და აი ამ მისი საათი იყო ეს მზის მოძრაობა, როდესაც მზე იყო აღმოსავლეთისკენ იყო დილა, როცა მზე იყო შუაში იყო ნაშუადღევი და როცა საღამო იყო, როცა დასავლეთისკენ იყო მზე, ეს უკვე იყო საღამო, გლეხი უნდა ესე იგი ეს იმის დრო იყო, რომ ზუსტად დასრულიყო უკვე სახლში. თანადამობით ადამიანი განვითარდა. ხო, თუმე მე გამიგია, რომ დავით აღმაშენებელს ჰქონდა თუმე მზის საათი, სადაც დაფა იყო, დავაფილი დაფა და ამ დაფაზე მოძრაობდა მზის ჩბილი, რაც სვეტი იყო შუაში და მზე როგორც მოძრაობდა, ამ დაფაზე მოძრაობდა მზის ჩბილი და ეს იყო მაშინდელი საათის მოწყობილობა, რომლის მიხედვითაც ალბათ დავითი ადარებდა თავის რაღაც ქმედებებს და მოძრაობებს, რა ვიცი. ხო და თანადამად როგორც კი ადამიანი განვითარდა, შემდგომ გაჩნდა მექანიკური საათი, გაჩნდა ელექტროსაათი და ასე შემდეგ. ესე იგი რა არის მექანიკური საათი? დღევანდელი რა არის საათის ზისის მოძრაობა? საათის ზისის მოძრაობა ეს ემთხვევა მოძრაობას დედამიწის თავისი ღერძის გარშემო, ხო? ესე იგი ეს საათის ზის არის მოძრაობს იგივე მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც მოძრაობს დედამიწა თავისი ღერძის გარშემო. და აი ამ მოძრაობას ჩვენ უბრალოდ დავარქვით საათები. და აი ამან შეიყვანა საერთოდ თვითონ ადამიანის გონება დიდ გაუგებრობაში, რომ ადამიანს გონია რომ და ფიზიკასაც რომ დრო არის ეს რაღაც ცალკე არსებული განზომილება და ის იმაზე კი არ არის გამახვილებული ყურადღება, რომ დროს არის ეს იგივე მოძრაობა. ესე იგი ეს დრო არის ჩვენს მიერ მიღებული რაღაცა მუდმივი მოძრაობა, რომელსაც ჩვენ ვადარებთ ჩვენს მოძრაობებს და ქმედებებს და ასე წამოსახავთ ჩვენს გონებაში ჩვენი მოძრაობების და ქმედების მნიშვნელობას. რამდენი ვიმოძრავე, რამდენი ვირბინე, გავხედე აგერ საათს, 1 საათი, 2 საათი და ასე წამოსახავთ ჩვენი ქმედებების და მოძრაობების მნიშვნელობას ჩვენს გონებაში. ესე იგი, თუ დრო ეს იგივე მოძრაობა, მაშინ არის ფიზიკაში არსებული სიჩქარე.
ჩვენ როგორც ვიცით, ფიზიკაში არსებობს სიჩქარე V უდრის L გავაფრთხილ T-ზე. სადაც L არის ეს მანძილი, რომელიც გაიარა A წერტილიდან B წერტილში სხეულმასთან. მაგრამ აი აქ ჩვენ უნდა გავიხსენოთ, ეხლა ესე იგი თქვით მაგალითად A წერტილიდან B წერტილში წერტილამდე სხეულმა გაიარა 100 მეტრი, ხო? რა ნიშნავს ეს? ესე იგი ჩვენ ფაქტიურად მოძრაობა წარმოსახეთ მეტრებში, ხო? მე გავიარე მაგალითად 50 მეტრი. და გავაკეთებ ესე მე ჩემი მოძრაობა წარმოსახე მეტრებში, ხო? მაგრამ აი აქ ჩვენ ის არის რომ მე კი გავიარე 50 მეტრი, მაგრამ რა მნიშვნელობით გავიარე? ჩქარა გავიარე, ნელა გავიარე, ეს არ ვიცი, ხო? ეს არის აი ეს შედარება. ესე იგი ჩვენ V L უნდა შევადაროთ VT-ს. ესე იგი V ეს არის ჩვენი მოძრაობა, რომელიც ჩვენ წარმოვსახეთ მეტრებში, VT კი არის ეს მოძრაობა, რომელსაც ჩვენ დავმივიღეთ დრო, ეს ჩვენს მიერ მიღებული რაღაც მოდმილი მოძრაობა. ესე იგი რა ხდება ახლა, რა მივიღეთ ჩვენ? თურმე ფიზიკაში არსებული სიჩქარე ეს ყოფილა მოძრაობების შედარება. ესე იგი თურმე ჩვენ ფიზიკაში არ ქონია ნამდვილი მოძრაობა. თურმე ქონია ფიზიკაში მოძრაობების შედარება. წარმოიდგინეთ და ამან შეიყვანა ფიზიკა დიდ გაუგებრობაში. ჩვენ არ გვაქვს შეგნებული ფიზიკაში, რომ ფიზიკაში არსებული სიჩქარე ეს არის ორი მოძრაობის შედარება, რომელიც წარმოსახეთ ჩვენ სხვადასხვა განზომილებებით. ამიტომაა ჩვენ რომ გვჭირდება ეს ახალი მიმართულება ფიზიკაში, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით წავიდეთ და განავითაროთ თვითონ ფიზიკა. ჩვენ უნდა ესე იმისათვის რომ მე ესე იგი შევქმნა ჩემი ნაშრომი, ამისათვის მე უნდა წარმოსახოთ სწორი მოძრაობა ჩემს ნაშრომში, ხო? ამიტომ მე ამ ჩემს ნაშრომს დავაქვი ახალი მიმართულება ფიზიკაში, იმიტომ რომ მე შემომაგს აქ ნამდვილი მოძრაობა, რომელიც უკვე სულ სხვა ფიზიკას. წარმოიდგინეთ როგორც სხვა კანონები, სხვა მცნებები და საერთოდ იცლება მთლიანად დღევანდელი წარმოდგენა სამყაროს აგებულებაზე. სამდენი გადავალ ჩემ ნაშრომზე, მე ახლა ავწევ თუ რა პრინციპზეა აგებული ჩემი ნაშრომი. ეს იგი ლოგიკური იქნება, ხო? თუ რომ თქვა, რომ რადგან ყველაფერი შედგება ნაწილაკებისგან, დავიწყოთ თვითონ აი ნაწილაკების მოძრაობით და ამ ნაწილაკების ურთიერთქმედების კანონები. ესე იგი მე ჩემი ნაშრომი აგებულია იმ პრინციპზე, რომ ყველაფერი შედგება რაღაცა ერთი ტიპის ნაწილაკებისგან. ხა ვისო ცნობილია ფიზიკაში ბევრი სხვადასხვა ნაწილაკი, მაგრამ ჩემი აზრით არის ერთი ტიპის ნაწილაკი, რომელიც ქმნის ყველაფერს, რომელსაც გააჩნია რაღაც მოძრაობის და ურთიერთქმედების კანონები, რომლისგან მე იქნება ყველაფერი. ესე იგი, თუ ნაწილას გააჩნია რაღაც მოძრაობის და ურთიერთქმედების კანონები, ესე იგი იმ სხეულებს არსებულ სამყაროში არსებულ რომელსაც შედგება ამ ნაწილაკებისგან, გააჩნიათ იგივე მოძრაობის და ურთიერთქმედების კანონები. აი ამ პრინციპზეა აგებული მთელი ჩემი ნაშრომი. ეხლა იმისათვის, რომ მე შევქმნა ჩემი ნაშრომი, დავშიგებას. მე სწორი, ესე იგი, უნდა ჩემ ნაშრომში სწორად უნდა წარმოვსახო მოძრაობა, ნაწილაკის მოძრაობა. ესე იგი, დავიწყოთ ერთეული ნაწილაკი. ესე იგი, ჩემი აზრით, ერთეული ნაწილაკის, ჩემი აზრით, ჩემი ნაშრომის თანახმად, ნაწილაკის მოძრაობა ეს არის ვექტორული მნიშვნელობა, რომელსაც გააჩნია მიმართულება და რაღაც მოძრაობის მნიშვნელობა. ესე იგი, მე ვამბობ, რომ ნაწილაკს გააჩნია მოძრაობის მიმართულება და რაღაც მნიშვნელობა, რომელსაც მე აღნიშნავ ასოთი დეთი. ესე იგი, აგერ ეს მომენტად ნაწილაკი, მას აქვს მოძრაობის მიმართულება და რაღაც მნიშვნელობა, ხო? მოძრაობაში კარად, ნელა, ამას აღნიშნავს ეს ასო დ. აღნიშნავ მე.
d. რადგან სიჩქარე ასოცირდება ესე იგი მანძილის გაყოფაზე დროზე გაყოფაზე, ამიტომ მე ვარ შევეშალოს, ამიტომ აი ამ ნაწილაკის ვექტორულ მოძრაობას დავარქვი ნაწილაკის მდგომარეობა და აღმოჩნე ასოთი d. ეს არის ნაწილაკის მდგომარეობა. ეს იგი ნაწილაკის მოძრაობა ეს არის ვექტორული მნიშვნელობა, რომელსაც მე დავარქვი ნაწილაკის მდგომარეობა. ეხლა რა მინდა კიდევ ვთქვა. თუ ესე იგი ჩვენ გვაქვს რაღაც ნაწილაკების სისტემა, რომელიც შედგება რაღაც n რაოდენობის ნაწილაკებისაგან, ეგრეთ გვაქვს რაღაც ნაწილაკთა სისტემა, რომელიც შედგება n ნაწილაკთა რაოდენობისაგან, მაშინ მე შემიძლია აგრეთვე ვთქვა, რომ ამ ნაწილაკთა სისტემას გააჩნია d მდგომარეობა. ესე იგი, ნაწილაკთა სისტემა არ არის მდგომარეობა, ნაწილაკთა სისტემის მდგომარეობა არ არის დამოკიდებული ნაწილაკების რაოდენობაზე. და რატომ? ეხლა წარმოვიდგინოთ, ყველა ნაწილაკი, რომელიც შედგება ეს სისტემა, მოძრაობს d მდგომარეობით. ეხლა ალბათ სისულელი იქნება, რომ ჩვენ თუ d გავამრავლებთ, ამ d-ს გავამრავლებთ ნაწილაკების რაოდენობაზე, მივიღებთ მაგალითად რაღაც n d-ს, ხო? და სინამდვილეში ჩვენ n-d არ გვაქვს. ჩვენ ყველა ნაწილაკი მოძრაობს d მდგომარეობით. ამიტომ მე მინდა რომ ვთქვა, რომ აი ფიზიკაში არსებული იმპულსი სამყაროში არ არსებობს. mv არ არსებობს მხოლოდ v. იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია რომ ვთქვათ ნაწილაკთა სისტემის მდგომარეობა ეს არ არის დამოკიდებული ნაწილაკების რაოდენობაზე. ეს არის პირველი მცნება, რომელიც მე ახლა შემოვიტანე, ეს არის ნაწილაკის მდგომარეობა. ესე იგი ნაწილაკის სისტემა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას გააჩნია d მდგომარეობა. ესე იგი ნაწილაკთა სისტემის მდგომარეობა არ არის დამოკიდებული ნაწილაკების რაოდენობაზე. ეხლა გადავიდეთ ურთიერთქმედებაზე, თუ რა დრო წარმოიქმნება ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედება, ხო? ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, რატო წარმოიქმნება ორ ნაწილაკს შორის ურთიერთქმედება? რატო წარმოიქმნება ორი ნაწილაკი შორის ურთიერთქმედება? რატო დაეჯახებისას, ხო? თუ ორი ნაწილაკი მოძრაობს რაღაც მდგომარეობებით, მათ შორის ურთიერთქმედება წარმოიქმნება მათი დაჯახებისას. ესე იგი, თუ ჩვენ რაღაც ღერძი x-ის მიმართ ორი ნაწილაკის მოძრაობისას, ეს არის n1 ნაწილაკი, ეს არის n2 ნაწილაკი. n-ს გააჩნია d1 მდგომარეობა, n2-ს გააჩნია d2 მდგომარეობა. ესე იგი, რა დროს დაეჯახება n2 n1-ს? n2 n1-ს იმ დროს დაეჯახება, როდესაც d2 მეტი იქნება d1-ის, ხო? d2 ჩვენ შემთხვევაში მეტია d1-ის. ესე იგი, როდესაც ჩვენ გვაქვს ფაქტურად მდგომარეობების სხვაობა, ხო? აი ეს მდგომარეობების სხვაობა ეს არის სამყაროში არსებული სიდიდე. აი სინამდვილეში ჩვენ მაგის ფორმის უნდა რომ ვთქვა, ხო? მე რა თუ ძლიერ დავეჯახები კედელს, ვით უფრო დიდია ჩვენ შორის ურთიერთქმედება, ხო? ასე აქაც, ესე იგი, საერთოდ თვითონ მდგომარეობის სხვაობა ეს არის სამყაროში არსებული სიდიდე, რომელიც მე მინდა აღნიშნო p100. p უდრის, ესე იგი d1 minus d2. ეს არის მდგომარეობათა სხვაობა. სხვადასხვის სამყაროში არსებული სიდიდე, რომელიც დღევანდელ ფიზიკაში საერთოდ არ არის წარმოდგენილი.
ეს არის მეორე მცნება, ფიზიკაში მე შევიტანე ორი მცნება, ეს არის მდგომარეობის ნაწილაკის მდგომარეობა, ნაწილაკი და ნაწილაკის სისტემის მდგომარეობა და სხვაობის მცნება. ეხლა გადავიდეთ ნაწილაკის მოძრაობისა და ურთიერთქმედების კანონებზე. ესე იგი მე აღმოვაჩინე სამი კანონი. ეს კანონები მე აღმოვაჩინე ჩემი დაკვირვებებით, აგრეთვე ძველი ცოდნებიდან გამომდინარე, ანალიზით, ცდებითაც და აღმოვაჩინე ეს სამი კანონი. რომელსაც ეხლა მე წარმოვადგენ. ესე იგი პირველი კანონი. როდესაც ჩვენ გვაქვს მივიღეთ უკვე ეს მდგომარეობა და სხვაობა E, როდესაც მოგილათ n ერთმა ნაწილაკმა რა მნიშვნელობა მიიღო n მდგომარეობა და სხვაობა, აი გავნიშნავ, აი ესე E მდგომარეობა და სხვაობა, მაშინ ღერძი x-ის მიმართ წარმოიქმნა დამატებითი მდგომარეობა, ხო? აი ეს დამატებითი მდგომარეობის წარმოქმნა ღერძი x-ის მიმართ წარმოქმნის მდგომარეობის გადაცემის ტალღას. ესე იგი წარმოქმნილი მდგომარეობა გადაეცემა წარმოქმნის ტალღას, რომელიც გადაეცემა სხვა ნაწილაკებს სამყაროში. იმავე მიმართულებით, რა მიმართულებით ღებულობს თვითონ ნაწილაკი ან ნაწილაკის სისტემა ამ მდგომარეობას. ესე იგი თუ ჩვენ მანძილზე გვაქვს n2, აი რა ვნიშნოთ, n3 ნაწილაკი, რაღაც d2 და d3 მდგომარეობებით, მაშინ მათ დამატებით გადაეცემა აი ეს p. აი იქნება იგივე მიმართულებით, რა მიმართულებითაც თვითონ მიიღო ენერგია. ესე იგი ეს ტალღა, ესე იგი ამ ტალღის გავრცელება დამოკიდებულია, ესენი არის ეხლა მე რასაც ვაკეთებ, ეს არის აქსიომა. ეს არსებობს, მე არასეიდან გამომიყვანია, სულად აღმოვაჩინე ეს კანონი. ესე იგი ეს ტალღის გავრცელება დამოკიდებულია აი ცნობილი კანონებიდან, ფიზიკის ცნობილი კანონებიდან, მანძილზე და მიმართულების კუთხეზე. ესე იგი, ასე სწორად ვთქვათ, უკუპროპორციულია მანძილის კვადრატზე და პირდაპირ პროპორციულია კუთხის მიმართულების კუთხეზე. ესე იგი, თუ ჩვენ აქ გვაქვს რაღაც კუთხე ალფა და მანძილი L. აი აქ L1, აი აქ ესე იგი L2. ესე იგი მე აქ მინდა შემოვიტანო შემცირების კოეფიციენტი k უდრის ალფა კუთხე L კვადრატზე. ეს არის შემცირების კოეფიციენტი k, რომელიც გვანახებს თუ რამდენად ცილდება ამ ტალღის მნიშვნელობა. ესე იგი ეს ტალღები ცელდება რაღაც აი ასე. ესე იგი n1 განიზიდავს მარჯვენა მხარეს მყოფ ნაწილაკებს, ხოლო მარცხენა მყოფ ნაწილაკებს იზიდავს. იმიტომ რომ მდგომარეობა და სხვაობა გადაეცემა იმ მიმართულებით და მიმართულებითაც თვითონ ღებულობს n1 ნაწილაკები. n1 ნაწილაკი. ეს არის პირველი კანონი. ესე იგი ნაწილაკის მდგომარეობის წარმოქმნა სამყაროში, თუ ჩვენ გვქონდა რაღაც x-ის მიმართ 0 და წარმოიქმნა რაღაც, ესე იგი d მდგომარეობა, რომელიც გვანახეს p, ეს არის მდგომარეობის სხვაობა 0-დან d თუ გახდა,
ამ შემთხვევაში სამყაროში წარმოიქმნება ტალღა, რომელიც გადაიცემა სამყაროში არსებულ ყველა ნაწილაკებს. როდესაც სამყაროში ეს ნაწილაკები ღებულობენ ამ მდგომარეობათა სხვაობას, ისინიც როდესაც მიიღებენ დამატებით ამ მდგომარეობას, ისინიც აგრეთვე წარმოქმნიან მდგომარეობათა სხვაობას და გადაცემენ სხვა ნაწილაკებს სამყაროში. ესე იგი, წარმოიქმნება რაღაც ჯაჭვური რეაქცია. მე ჩემი აზრით, აი ამ ჯაჭვური რეაქციის წარმოქმნა აი ნაწილაკებს შორის შეიძლება იყოს აი ამ ნაწილაკთა სისტემის წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი. ჩვენ შეიძლება რომ რაღაც ნაწილაკები დავაჯახოთ სამყაროში, აი ამ დაჯახებისას ეს მდგომარეობა სხვაობები ისე ნაწილდება, ეს ჯერ არ შემისწავლის შესაძლებელი საკითხია, რომ წარმოიქმნება უკვე ნაწილაკთა სისტემები. ეს არის აი პირველი კანონის მთავარი ესე იგი აზრი. ეხლა ამ პირველი კანონიდან გამომდინარე. აი ეს მდგომარეობათა სხვაობები სამყაროში შეიძლება წარმოიქმნას ერთჯერადად, ერთჯერადი დაჯახება, შეიძლება წარმოიქმნას მრავალჯერ. იგი ჩვენ შეიძლება მოხდეს 10 დაჯახება, ან მოხდეს 100 ან 1000 ან მუდმივად შეიძლება წარმოიქმნას დაჯახებები, ხო? აქ მე რა მინდა ახსნა, ესე იგი აი ამ ნაწილაკზე, აი ამ ტალღების გადაცემა დამოკიდებულია აი ამ დაჯახების სიხშირეზე, თუ რა სიხშირით ეჯახებიან ეს ნაწილაკები და რა სიძლიერით. ესე იგი ეს მე აქ აღნიშნო თუ რა არის აჩქარება. ესე იგი აჩქარება ეს სიჩქარის გაყოფა დროზე კი არ არის ჩემ შემთხვევაში. ეს არის ნაწილაკზე გადაცემული მდგომარეობათა სხვაობები, რაღაცა სიხშირით. ეხლა წავსვია ამ სურათს და სხვა სურათს. ჩვენ გვაქვს რაღაც n1 ნაწილაკი, რომელზეც ეჯახება მაგალითად რომ ვთქვათ რაღაც ნაწილაკი და ის n1 წარმოქმნის რაღაც n მდგომარეობასთან და სხვაობას რამდენიმეჯერ. და ეს აი დაჯახებების სიხშირე მე მინდა აღვნიშნო 120 s-ით, აი s-ით აღვნიშნოთ. აი ეს s-ი გვანახებს თუ რა ინტენსივობით წარმოიქმნება ეს დაჯახება. ესე იგი შეიძლება წამში წარმოიქმნოს 100 დაჯახება, შეიძლება წამში წარმოიქმნოს 10 დაჯახება, ხო? ეს არის სიხშირე დაჯახებების, ხოლო p გვანახებს თუ რა სიძლიერით ხდება ეს დაჯახება. ესე იგი წყარა, ჩქარა და ძლიერ შეიძლება მოხდეს დაჯახება, ხო? ეს გასაგებია. ეხლა, როდესაც ჩვენ მანძილზე გვაქვს რაღაცა n2 ნაწილაკი, რაღაცა d2 მდგომარეობით, მაშინ მისი მდგომარეობა იქნება რაღაცა, ესე იგი აჩქარდება და მისი მდგომარეობა რაღაცა t პერიოდის მერე იქნება, ესე იგი d პერიოდის მერე უდრის, ესე იგი d2-ს მიმატებული ეს პერიოდი p-ზე. ესე იგი რაღაცა t პერიოდის მერე, ასე რომ ვთქვათ, t დროის მერე, ესე იგი n2 ნაწილაკის მდგომარეობა იქნება d2-ს მიმატებული ეს p. ესე იგი რაღაც მაგალითად მაგალითზე ვამბობ, რომ შეიძლება ერთ საათში წარმოიქმნას რაღაც 1000 დაჯახება, ეს ყველა 1000 დაჯახება დაემატა ამ n2 ნაწილაკს და საბოლოოდ მივიღეთ, რომ ანუ რაღაც დროის განმავლობაში ესე გახდა d2 გახდა dd. აი ეს პრინციპია, ესე იგი აჩქარება ჩვენ შემთხვევაში არ არის სიჩქარის გაყოფა დროზე. ეს დიდი შეცდომაა. აჩქარება ჩვენ შემთხვევაში არის ნაწილაკზე გადაცემული მრავალჯერ მდგომარეობათა
სხეულები. ეს არის და ეს. აი ჩვენ მაგალითი მინდა მოვიყვანო, აი ეს ერთი მაგალითი. აი მაგალითად, როდესაც ვარდება დედამიწაზე სხეულები, ხო? ყველა სხეული ჩქარდება ერთი და იგივე მნიშვნელობით. პატარა დიდი ყველა ვარდება ერთი და იგივე აჩქარდა ხდება ეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა ერთეულ ნაწლაკს, რომლისგან შედგებიან ეს სხეულები, გადაეცემა ერთი და იგივე მდგომარეობა. ადრე რო ვთქვი, რომ ნაწლაკთა სისტემის მდგომარეობა არის დამოკიდებული ნაწლაკების რაოდენობაზე, აი იმიტომაა, რომ ყველა ნაწლაკი დედამიწაზე ვარდება ერთი და იგივე აჩქარებით. მაგრამ, როდესაც ისინი უკვე ეცემიან დედამიწაზე, ისინი სხვადასხვა ერთად მოქმედებენ დედამიწაზე, ხო, პატარა და დიდი სხეული. ეს უკვე არის ძალის წარმოქმნის პრინციპი, ამას მე უკვე ავხსნი, თუ როგორ წარმოიქმნება ძალა. ესე იგი, მე მინდა გითხრა, რომ ყველა სხეული ვარდება დედამიწაზე ერთი და იგივე აჩქარები, იმიტომ რომ ყველა ნაწლაკს, რომელისგან შედგებიან ეს სხეულები, გადაეცემა ერთი და იგივე მდგომარეობა. ამიტომ ყველა ნაწლაკი მოძრაობს ერთი და იგივე მდგომარეობით. და ნაწლაკთა სისტემა არ არის დამოკიდებული აი მდგომარეობათა ნაწლაკთა რაოდენობაზე. აი ეს მეთოდა მეთქვა. ეს არის პირველი კანონი. ახლა გადავიდეთ მეორე კანონზე. და რა შემდგომარეობს მეორე კანონის აზრი. როგორც ვიცით, ჩვენ შეგვიძლია მოძრაობისას მისვალოთ მოძრაობის მიმართულება, ხო? აი მოძრაობის მიმართულების მდგომარეობის მიმართულების ცვლილებისას მდგომარეობათა სხვაობა წარმოქმნის ესე იგი ამ მდგომარეობის პროექცია ამ მის პერპენდიკულარულ ღერძზე. ეს ამას ავსტრიაკის სურათზე დავხატო, მაგალითად გვაქვს წრე. ასე წრე. ეს არის x ღერძი. ეს არის y ღერძი. თუ ნაწლაკი მოძრაობდა რაღაც მომენტში d მდგომარეობით, რაღაც მიმართულებით და მან შეიცვალა ეს მდგომარეობა რაღაც მომენტის მერე იყო ერთი მიმართულებით, შეიცვალა მეორე სხვა მიმართულებით. მისი მნიშვნელობა არ იცვლება, მაგრამ აქ წარმოიქმნება მდგომარეობის სხვაობა მის პერპენდიკულარულ ღერძზე. რას ნიშნავს ეს? თუ ჩვენ გქონდა ერთი მიმართული მდგომარეობა და როდესაც მან შეიცვალა ეს მდგომარეობა თავის მდგომარეობის მიმართულებით, მაშინ y ღერძზე წარმოიქმნა p. იგი მდგომარეობის სხვაობა. იგი ბრუნვითი მოძრაობისას მდგომარეობას სხვაობა წარმოქმნის ნაწლაკის მიმართულების ცვლილება, რა დროსაც მის პერპენდიკულარულ ღერძზე წარმოიქმნება მდგომარეობის სხვაობა. მდგომარეობა წარმოიქმნება, ეს შეიძლება შევშაფოთ, ეს არის მდგომარეობა და სხვაობა. ეს არის მეორე კანონის აზრი, რომ თვითონ მნიშვნელობა არ იცვლება ნაწლაკის, მაგრამ როდესაც იცვლის მაგ მიმართულებას, მაშინ იყო ღერძზე არ იყო რაღაც y ღერძზე არ იქონდა ჩვენ ds პროექცია, მაგრამ როდესაც წარმოიქმნა y-ის მიმართულებით ეს მდგომარეობა, მაშინ წარმოიქმნა ეს მდგომარეობის სხვაობა p. წარმოიქმნა მდგომარეობის სხვაობა p. რა დროსაც ნაწლაკის მდგომარეობა არ იცვლება. ეხლა ეს მდგომარეობის სხვაობის წარმოქმნა ბრუნვითი მოძრაობისას დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. რადიუსზე, კუთხურ სიჩქარეზე შეცვლილი, ჩვენს დღევანდელ ფიზიკაში ცნობილი კუთხური სიჩქარე, რადიუსი და მე უბრალოდ ასე ვიტყვი, რომ მე შემოვიტან რა გვერიოს ერთმანეთში მდგომარეობა და კუთხური სიჩქარე და რადიუსი ერთმანეთში, მე შემოვიტან აქ კოეფიციენტს ბრუნვის, კოეფიციენტ, რომელიც გვანახეთ თუ რა ინტენსივობით ბრუნავს, ესე იგი ნაწლაკის მდგომარეობა. და ასე აღნიშნავ ასოთი. ესე იგი p უდრის
P უდრის, ესე იგი D ნაწილაკის მდგომარეობი გამოდავლებული რაღაც T კოეფიციენტზე. ეს T კოეფიციენტი კი გვანახებს თუ რა ინტენსივობით მოძრაობს, ბრუნავს ესა თუ ის ნაწილაკის მდგომარეობა. რომელიც ეს კოეფიციენტის ნამრავლი ესე იგი მდგომარეობაზე გვანახებს თუ რა სიდიდის მდგომარეობის სხვაობა წარმოიქმნება ამ მომენტში. ეს ჩვენ ვიცით სოფლიო ფიზიკიდან ცენტრისკენული აჩქარება. იგივეა, მაგრამ აქ ცენტრისკენული აჩქარება სულ ფიზიკას სულ სხვანაირად ახსნის. ის პროექციით კი ახსნის, ის ხსნის სხვა რაღაცა განმარტებით. ესე იგი, ყველა ნაწილაკი, როდესაც ისვლის თავის მდგომარეობას, მაშინ მის პერპენდიკულარულ ღერძზე, იცვლის მდგომარეობის მიმართულებას, მის პერპენდიკულარულ ღერძზე წარმოიქმნება ამ მდგომარეობის პროექცია, რომელიც მე მინდა ვთქვა, ეს იგივეა, რაც მდგომარეობის სხვაობა. განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში თვითონ ნაწილაკის მდგომარეობა არ იცვლება. დაჯახებასთან შედარებით. დაჯახების დროს თვითონ მდგომარეობა იცვლება ნაწილაკის. ეს არის მეორე კანონის აზრი. გადავიდეთ მესამე კანონზე. ვისაც რომ ავსნა თუ რა არის ძალა, ამისათვის უნდა შემოვიდანო ერთი ახალი ცნება ფიზიკაში. ესე იგი, შენახული ნაწილაკის ან ნაწილაკთა სისტემის ცნება. ესე იგი, რას ნიშნავს შენახული მდგომარეობის ნაწილაკი ან ნაწილაკის სისტემა. ესე იგი, რას ნიშნავს შენახული მდგომარეობა? შენახული მდგომარეობა ნიშნავს, ესე იგი, შეიძლება ჩაითვალოს ნაწილაკი ან ნაწილაკთა სისტემა შენახული მდგომარეობით, თუ მასზე ურთიერთქმედებს სხვა ნაწილაკი ან ნაწილაკთა სისტემა, ეს ურთიერთქმედება არის მდგომარეობის სხვაობების გადაცემა. სხვა ნაწილაკთა სისტემა გადაცემს ამ ნაწილაკთა სისტემის მდგომარეობას, მაგრამ ეს ნაწილაკთა სისტემა ან ნაწილაკი ამ მდგომარეობას აღებულობს. ავიღოთ ასე მაგალითი. ესე იგი, გვაქვს რაღაც ნაწილაკთა სისტემა შენახული მდგომარეობის. ასე შენახული მდგომარეობას მე აღნიშნავ ასე ფიქსირებულად. და გვაქვს რაღაც ნაწილაკი, ესე იგი n1 ნაწილაკი, ეს ავიღოთ n2 ნაწილაკთა რაოდენობა. ეგ ვარ რაღაც n1 ნაწილაკთა რაოდენობა და გვაქვს n2 ნაწილაკთა რაოდენობა. ესე იგი, n1 ნაწილაკთა სისტემა განიცდის რაღაც მდგომარეობა და სხვაობა s და აი ეს მდგომარეობა და სხვაობა გადაეცემა n2 ნაწილაკის. მაგრამ ამ გადაცემულ მდგომარეობას ეს n2 ნაწილაკები არ ღებულობენ. ესე იგი, ამ შემთხვევაში, რადგან n2 ნაწილაკებმა არ მიიღეს ეს მდგომარეობა, წარმოიქმნება ძალა, მათ შორის ძალა F. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? ესე იგი, როდესაც მე ვარ ნაწილაკთა სისტემა, ესე იგი, მას მდგომარეობა და სხვაობა, მე გადავცემ ამ მდგომარეობა და სხვაობას მანძილზე სხვა ნაწილაკთა სისტემას, მაგრამ როდესაც ამ გადაცემულ მდგომარეობა და სხვა ის ნაწილაკთა სისტემა არ ღებულობს, ესე იგი, არ იწევს მოძრაობას იმ მიმართულებით, რომ მიმართულებით მე გადავეცემ ამ მდგომარეობა და სხვაობა, მაშინ მას ეწოდება შენახული მდგომარეობის მქონე ნაწილაკთა სისტემა და ჩვენ შორის უკვე წარმოიქმნება ძალა. ესე რა ყოფილა ფაქტიურად? ძალა F ყოფილა მდგომარეობის შენახვა. ესე იგი, როდესაც n2 ნაწილაკმა არ მიიღო ეს მდგომარეობა და სხვაობა, მაშინ წარმოიქმნა რაღაც ძალა. ესე იგი, მდგომარეობა შეინახა. ეს მდგომარეობა იქნება შენახული, ეს შენახული მდგომარეობა არ იგივე ძალა. ეს შენახული მდგომარეობა მანამ სანამ n2 ნაწილაკები არ მიიღებენ, ამ მდგომარეობაზე არ დაიწყებენ მოძრაობას იმ გადაცემული მდგომარეობით. ეს ძალის წარმოქმნის პირველი შემთხვევა, მაგრამ ძალა წარმოიქმნება აგრეთვე, როდესაც ჩვენ გვაქვს რაღაც
მდგომარეობრივი ნაწილაკი და სისტემების მდგომარეობათა სხვაობები. გავაკეთოთ ვექტორის, მალე ხდება ეს ვექტორის. ესე იგი, როდესაც ჩვენ გვაქვს ორი ნაწილაკი სისტემა, რომლებიც ცალ-ცალკე გააჩნია დამოუკიდებლად რაღაცა მდგომარეობა და სხვაობები. ესე იგი, როდესაც P1 გადაეცემა EN2-ს, ის ამ მდგომარეობას არ ღებულობს. იმიტომ რომ თვითონ აქვს რაღაც მდგომარეობათა სხვაობა და მოძრაობს რაღაც სხვა მდგომარეობები, სხვა მიმართულებები. აგრეთვე P2 როდესაც გადაცემს N1 ესე იგი N1 ნაწილაკებს, ისიც არ ღებულობს ამ მდგომარეობას, რაღაც თვითონ გააშენდა მდგომარეობა და სხვაობა. მე აქ დავამატებ ინტენსივობას S2 და აი აქ S1. ესე იგი მდგომარეობა წარმოიქმნის სიხშირე. სხვადასხვა მდგომარეობის სიხშირე წარმოიქმნება ეს მდგომარეობა და სხვაობა და N1 და N2 ნაწილაკები ამ მდგომარეობა და სხვაობებს აღკვეთებიან. მაშინ რა იქნება მათ შორის ეს შენახული მდგომარეობის შენახვა, ესე იგივე ძალა. ესე იგი ძალა F ამ შემთხვევაში იქნება. ძალა F უდრის S1 P1 minus S2 P2. ეს ერთეული ნაწილაკების შემთხვევაში. მაგრამ აქაც დავამატებ კოეფიციენტ K-ს. აი დავამატებ კოეფიციენტ K-ს. ეს ვთქვათ რომ ერთეული ძალაა, ერთეული ნაწილაკების დროს. ვთქვათ რომ N1 და N2 არიან ერთეული ნაწილაკები. ამ შემთხვევაში მათ შორის ძალა იქნება ერთეული, მე დავახმას რაღაცას ერთეული F უდრის K-ს ალგების შემცირების კოეფიციენტი და ეს არის ეს არის აიგივე აჩქარებები. მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს უკვე ნაწილაკთა სისტემები და როდესაც გვაქვს მრავალი ნაწილაკები, თვითონ N1 რაოდენობით და N2 რაოდენობით, მაშინ მას შორის წარმოიქმნება კავშირი. კავშირები ამ ნაწილაკებს, ყველა ნაწილაკებს შორის წარმოიქმნება კავშირები, რომელთა ამ კავშირების რაოდენობა უდრის ამ ნაწილაკების რაოდენობების ნამრავლს. მე მინდა აი ასეთი სურათი მაგალითად მოვიყვანო, რომ უფრო გასაგები იყოს. ესე იგი, გვაქვს რაღაც მაგალითად ვთქვათ 5 ნაწილაკი, აღმოჩნდეთ ეს N1 უდრის 5 ნაწილაკს, ხო? აქ გვაქვს რაღაც 3 ნაწილაკი. აქ ეს უდრის N2-ს, ხო? ეხლა ამ ნაწილაკებს შორის გავავლოთ ყველა კავშირები, თითო ნაწილაკი უკავშირდება ყველა მეორე ნაწილაკის სისტემის ნაწილაკებს. ეხლა სურათზე რა ჩანს? თითოეული ნაწილაკი, ყველა ნაწილაკი დაკავშირებულია ყველა ნაწილაკთან. აი ამ კავშირების რაოდენობა უდრის ამ ნაწილაკების რაოდენობის ნამრავლს. ესე იგი ჩვენ ძალის ფორმულაში, როდესაც გვაქვს ნაწილაკთა სისტემები რაღაც ნაწილაკების რაოდენობებით, მაშინ ძალის ფორმულა იქნება F უდრის M1 გამრავლებული N2-ზე S1 E1 minus S2 P2. რა თქმა უნდა, ვექტორები ესე კავშირების რაოდენობა უდრის რაოდენობის ნამრავლს, ნაწილაკების სისტემების ნაწილაკთა რაოდენობის ნამრავლს. და ამასაც მნიშვნელობა აქვს უკვე ძალის სიდიდესთან.
ესე იგი ძალა უდრის n1 გამრავლებული n2-ზე, აქ k კოეფიციენტი დამარიწყდა, აგერ k კოეფიციენტი. გამრავლებული ეს გაჩქარებების სხვაობა გამრავლებული ტალღის შემცირების კოეფიციენტი. ეს არის ძალის საბოლოო ფორმულა. ეხლა რა არის ძალა დედამიწაზე? ესე იგი დედამიწა ჩვენს მიმართ არის შენახული მდგომარეობის ნაწილაკთა სისტემა. ჩვენ რაც არ უნდა ვურთხავთ და უჯახუნოთ დედამიწას, ის არ შეიცავს თავის მდგომარეობას ჩვენს მიმართ. ამიტომ ძალა დედამიწაზე. დავშლი. ძალა დედამიწაზე F უდრის დედამიწაზე თქვა უდრის ესე n1 n დედამიწის აი k კოეფიციენტი და ავიღოთ s1 e1 minus s2 e2 აი აქ ვექტორები ესე დედამიწას s2 e2 ჩვენს მიმართ არის 0-ის ტოლი. დედამიწა სფერული ნაწილაკთა სისტემა. ეს არის 0-ის ტოლი. n დედამიწა და k ესე n დედამიწის k-ზე ნამრავლი პირობითად ჩავთვალოთ რომ ერთის ტოლია. ესე იგი n დედამიწა გამოდებული k-ზე უდრის 1-ს. მაშინ მივიღებთ რომ ძალა დედამიწაზე უდრის ესე იგი n1 გამრავლებული s1 e1 იგივე აჩქარება ეს უდრის n1 გამრავლებული აჩქარებაზე. იგივე ძალა მივიღეთ რაც განვაცხადოთ სწორულ ფიზიკაში, ხო? აჩქარება ესე იგი ძალა უდრის მასა გამრავლებული აჩქარებაზე, ხო? იგივეა უბრალოდ ეს უკვე სხვა კუთხიდან სხვა მიმართულებით მივიღეთ ჩვენ ეს ძალა და რა იმ მიმართულებით რომ ჩვენ თუ ძალას იმას სიჩქარეს გავყავთ თოზე ეს არის აჩქარება ეს ძალიან მცდარი აზროვნება არასწორი მიმართულება აი ჩვენ სწორი მიმართულებით უკვე მივიღეთ ძალის ფორმულა დედამიწაზე. კარგი, ეხლა განვიხილოთ მაგალითები თუ როგორ წარმოიქმნება ესე იგი ძალა დაჯახებისას დედამიწაზე. მე აქ უკვე გავამზადე სურათი, როგორც ადრე ავხსენი, დედამიწა ეს არის შენახული მდგომარეობის სხეული, რომლის მიმართ წარმოიქმნება ყველა ძალები დედამიწაზე. ეს ჩვენ შემთხვევაში n1 ეჯახება n2 ნაწილაკს, n1 ნაწილაკთა რაოდენობა მეტია n2 ნაწილაკთა რაოდენობაზე, აგრეთვე ამის d1 მდგომარეობას მეტია d2 მდგომარეობას. როდესაც n1 ეჯახება n2, დედამიწის მიმართ წარმოიქმნება ძალები f1 და f2. ესე იგი f1 უდრის ესე იგი n1 ნაწილაკი გადაცემს თავის მდგომარეობას n2 ნაწილაკს, n2 თავის მდგომარეობას გადაცემს f1 დედამიწას, წარმოიქმნება f2 ძალა, რომელიც უდრის n2 d2-ს და f1 ძალა, რომელიც უდრის n1 d1-ს. ეს ორი ძალა წარმოიქმნება ერთმანეთის მიმართ საწინააღმდეგოდ. ესე იგი, როცა წარმოიქმნება ეს ძალა, ეს ძალები ამ n1-სა და n2 ნაწილაკს შორის წარმოიქმნება f1-2 ძალა, რომელიც შემდგომ ამათ გადაცემს მდგომარეობებს n1-სა და n2 ნაწილაკებს. ესე იგი, იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ f1-2 ძალა, ესე იგი, ფაქტობრივად ჩვენ უნდა გქონდეს, ესე იგი, არ უნდა დაიგოს მდგომარეობის შენახვის კანონი. რაც ეს გადაეცემა, ის მეორეს აკვდება. დღევანდელი ფიზიკაში იმპულსის შენახვის კანონი, ხო? იმისათვის ჩვენ რომ მივიღოთ f1-2 ძალა, ამისათვის მე გამიხილავ აი ამ სქემას. ესე იგი, ერთნაირი ტოლი ნაწილაკების სისტემების დაჯახებისას, როდესაც d2 უდრის 0-ს და
გვაქვს მარტო D1, ჩვენ ვიცით რომ ესე იგი რომელსაც D2 გარდაიქმნება D1-ად, ხოლო D1 წარმოიქმნება ფაქტობრივად გახდება 0, ხო? ესე იგი მის კლიანად გადაცემს თავის მდგომარეობას, ნაწილაკებს, რომლის მდგომარეობა უდრიდა 0-ს. მაგრამ ჩვენ როდესაც უკვე N1 და N2 გვაქვს სხვადასხვა რაოდენობის, მაშინ იმისათვის რომ მივიღოთ ერთი და იგივე ტოლი ძალა, რომელიც გადაცემს ერთი და იგივე მდგომარეობებს, ნაწილაკებს, ამისათვის ჩვენ უნდა ავიღოთ საერთო მოქმედი ძალა. ესე იგი N1, აგერ მე უკვე მოვიყვანეს სქემა. ეს არის ხაზებით, ეს არის N1 ნაწილაკების რაოდენობა, ეს არის N2 ნაწილაკების რაოდენობა. ესე იგი ჩვენ უნდა მივიღოთ საერთო მოქმედი, ესე იგი ნაწილაკთა რაოდენობა, რომ მივიღოთ საერთო მოქმედი ერთი ტოლის ძალა. ესე იგი N1 + N2 ეს არის ის საერთო მოქმედი ნაწილაკთა რაოდენობა, რომელიც დროს წარმოიქმნება საერთო მოქმედი ერთი და იგივე გადაიცემა ერთი და იგივე ძალა ნაწილაკებს. ესე იგი ჩვენ მივიღებთ რომ ესე იგი N1 როდესაც გამოვაგოთ N1 + N2 გაყოფილი მივიღებთ N1 - N2 გაყოფილი 2-ზე. ეს არის ესე იგი და აქ მეორე შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენ N1 + N2 გაყოფილი 2-ზე გამოვაკლებთ N2-ს, მივიღებთ იგივე N1 - ერთი და იგივე მნიშვნელობა მივიღებთ ჩვენ ორივე ნაწილაკებისთვის. ესე იგი ეს მცირე მნიშვნელობა გადაეცემა აი ამ N1 და N2 ნაწილაკებს. ესე იგი მაშინ ჩვენ მივიღებთ რომ მთლიანად როდესაც ჩვენ N1 D1-ს დავამატებთ უკვე აი ამ მიღებულ მდგომარეობას, როდესაც ჩვენ N1 - ესე იგი N1 ამ შემთხვევაში უნდა დავამატოთ ეს აკლდება N1 აკლდება. ესე იგი N1 გამოვაგოთ N1 - N2 გაყოფილი 2-ზე. როდესაც ჩვენ ამას გამოვაკლებთ ამ მნიშვნელობას, მივიღებთ N1 + N2 გაყოფილი და N2-ს პირიქით ემატება. ესე იგი N2-ს როდესაც ჩვენ დავამატებთ აი ამ მნიშვნელობას, მივიღებთ იგივე აი ამ მნიშვნელობას. N1 + N2 გაყოფილი 2-ზე. როდესაც გამოდის რომ საერთო მოქმედი ძალა ეს არის F1-ს მივუმატოთ ესე იგი ეფექტიური N1 + N2 გაყოფილი 2-ზე გამრავლებული S-ზე. ესე იგი როდესაც წარმოიქმნება ეს F1-2 ძალა, მაშინ N1 ნაწილაკები მიიღებენ ერთეული ნაწილაკები მიიღებენ მდგომარეობას. ესე იგი D1 დაჯახების შემდეგ უდრის N1 - ესე იგი F1-2 ძალა, რომელიც ჩვენ ავიღეთ საერთოდ გაყოფილი N1-ზე. ამას ღებულობს D1 ნაწილაკთა N1 ნაწილაკთა სისტემის მდგომარეობას მიიღებს. N2 დაჯახების შემდეგ ემას ემატება ეს საერთო მოქმედი ძალა და ერთეული ნაწილაკები ღებულობენ მდგომარეობას D2+ გაყოფილი N2-ზე. ბუნებაშიც ასეა პრაქტიკულადაც. ესე იგი როგორც ხედავთ ფორმულა N2 ნაწილაკები ღებულობენ უფრო მეტ მდგომარეობას ერთეული ნაწილაკები ვიდრე N1 ნაწილაკები. აგერ გაყოფილი ეს N2 ნაწილაკები N1 მეტია N2 ნაწილაკებზე. აქედან გამომდინარე ბუნებაში ასეა, რომ დიდი სხეული ეჯახება პატარას, დიდი სხეული უფრო ჩქარა მოძრაობს ვიდრე პატარა სხეული უფრო ჩქარა მოძრაობს ვიდრე დიდი სხეული. ეხლა ეს მე მინდა გადავამოწმო ჩემი მიღებული მდგომარეობის შენახვის კანონი, მინდა გადავამოწმო დღევანდელი ფიზიკაში არსებული იმპულსის შენახვის კანონი. ესე იგი როგორც ვიცით, იმპულსის შენახვის კანონიდან გამომდინარე N1 + N2 D2 უნდა უდრიდეს N1 გამრავლებული D1 დაჯახების შემდეგ, რასაც ჩვენ მივიღებთ, plus N2 D2 დაჯახების შემდეგ, რასაც ჩვენ მივიღებთ მეორე ნაწილაკთა სისტემა. რასაც მიიღებენ მეორე ნაწილაკთა სისტემა დაჯახების შემდეგ მდგომარეობას იმპულსს. ეხლა ამას აი აქ ჩვენ რო ჩავსვამთ აი D1 დაჯახების შემდეგ და D2 დაჯახების შემდეგ ჩავსვამთ ჩვენს ფორმულებს, როცა ჩავსვამთ და ამას გავხსნით წყალებს, მივიღებთ იგივე N1 D1 + N2 D2. ეხლა რა ხდება? იგივე მივიღებთ ჩვენ. ფაქტობრივად ჩვენ შემთხვევაში დააგროვება იმპულსის შენახვის კანონი. ეხლა რა გამოდის, ფიზიკაში არსებული იმპულსი კანონი ეს არის ფიზიკურ აზრმოკლებული
უბრალოდ არითმეტიკა. ეს არის უბრალოდ არითმეტიკა. მეტი ამას ფიზიკური აზრი როგორც ასეთი არ გააჩნია. ეს უნდა და ეს არის. ეხლა გამიხილოთ მეორე მაგალითი, როდესაც სხეული ან ნაწილაკ ასე ვთქვათ ნაწილაკთან პირდაპირ ეჯახება დედამიწას. ეს არის დედამიწა და პირდაპირ ეჯახება რაღაც n რაოდენობის ნაწილაკთა სისტემა. ამას გააჩნია აქ ესე იგი d მდგომარეობა. ესე იგი დედამიწა რადგან ნული მდგომარეობა, მდგომარეობა და სხვაობა p იქნება d იგივე. ძალა იქნება f იქნება md. ესე როდესაც დედამიწამ არ მიიღო მდგომარეობა n-ით მიერ მინიჭებული, მაშინ დედამიწასა და n ნაწილაკებში წარმოიქმნა ძალა f, რადგან ან არ მიიღო დედამიწამ მდგომარეობა, ეს მდგომარეობა ესე იგი n-მა ნაწილაკმა და დედამიწა შეინახეს. ეს არის იქ ძალა, იმიტომ რომ ხომ თქვი ადრე რომ ძალა f არის ეს იგივე მდგომარეობის შენახვა. რადგან ეს მდგომარეობა მოხდა ამ მდგომარეობათა სხვაობის გადაცემის შენახვა, როდესაც n-მა ნაწილაკმა უკვე შეწყვიტა თავისი გადაცემა, ეს ძალა ხომ არის შენახული, ეს ძალა უკვე დაიწყო ურთიერთმოდება უკვე n ნაწილაკების მიმართ საწინააღმდეგო მიმართულებით. ესე იგი წარმოიქმნა ძალა საწინააღმდეგოდ. ესე მინუს f. n ნაწილაკ გადაცა, ეს ძალა შეინახა ნაწილაკებმა, მაგრამ როდესაც შეწყდა გადაცემა, ეს ძალა თვითონ მოუბრუნდა მერე საწინააღმდეგოდ n-ერთ ნაწილაკებს. და მიიღო ესე მივიღეთ მდგომარეობათა სხვაობა, ესე იგი d დაჯახების შემდეგ უდრის ესე იგი ძალა f გაყოფილი n ნაწილაკებში, ეს იგივე არის d. ნუ აქ მე ვამბობ იდეალურ რომ მდგომარეობას, ხო? ეს დედამიწას გააჩნია თავისი ნაწილაკები და ეს გასაგებია რომ მე ამ ნაწილაკებზე გადაცემულ დაკარგულ მდგომარეობას სხვაობას არ გულისხმობ. მე ვამბობ აქ იდეალურ მდგომარეობას დედამიწას. ესე მივიღეთ რომ n ნაწილაკმა დაჯახების შემდეგ მიიღეს იგივე თავისი მდგომარეობა, რადგან ეს f შეინახეს ამ ნაწილაკებმა. თავისი მდგომარეობა შეინახეს. და თვითონ მერე შემდეგ მოუბრუნდა ეს მდგომარეობის შენახული მდგომარეობათა სხვაობა n-ერთ ნაწილაკებს საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს არის ორი შემთხვევა. მე მგონი ეს ორი შემთხვევა გვეყოფა. სასწაულად. განვიხილოთ თუ როგორ წარმოიქმნება ნაწილაკთა სისტემები. თუ როგორია ნაწილაკთა სისტემების აგებულება. ჩემი აზრით ატომების, ელექტრონების აგებულება, პროტონების აგებულება, აგრეთვე პლანეტების აგებულება უნდა იყოს მათი აგებულება უნდა იყოს ერთ პრინციპზე მორგებული. იმიტომ რომ მაშინ თუ დედამიწის პლანეტები და ელექტრონები და პროტონები სხვადასხვა აგებულების არის, თუ სხვადასხვა პრინციპი წარმოიქმნებიან, მაშინ რაღაც სხვადასხვა კანონები უნდა გამოიგონებინა ღმერთს უნდა ცალკე ელექტრონისთვის, პროტონისთვის და პლანეტებისთვის კიდევ ცალკე კანონი უნდა გამოიგონა. მაგრამ ჩვენი თეორიები ვრცელდება ყველაზე ერთნაირად. ამიტომ მე უნდა ავსნა შევქმნა ესეთი პრინციპი, რომელიც გაერთიანებს პლანეტების აგებულებას და ელემენტარული ელექტრონების და პროტონების აგებულებას ერთმანეთში. ესე იგი, რა პრინციპზეა ჩემი აზრით აგებული
საერთოდ ნაწილაკთა სისტემა, როგორც წარმოიქმნება ნაწილაკთა სისტემები. Ну, როგორც ვთქვით, აი ავიღოთ მაგალითად დედამიწის აგებულება, ხო? დედამიწის ცენტრში არის რაღაცა უზარმაზარი მდგომარეობის მქონე ნაწილაკები, უზარმაზარი ვიცით, რომ ცენტრში არის უზარმაზარი ტემპერატურა, რომლებიც ეჯახებიან ერთმანეთს, ხოლო მათ გარშემო არსებობს გარსი, რომელიც ქმნის გარს დაბალი მდგომარეობის მქონე ნაწილაკებისგან. ესე იგი, ჩემი აზრით, ნაწილაკთა სისტემა უნდა იყოს შემდეგი აგებულების. ავიღოთ სფერო, რა თქმა უნდა, სფერული აგებულების. ესე იგი, ცენტრში არიან რაღაცა მაღალი მდგომარეობის ნაწილაკები, ხოლო მის გარშემო იკრიბება დაბალი მდგომარეობის მქონე ნაწილაკები. ესე იგი, რა ხდება ამ მომენტში? ესე იგი, ცენტრში მყოფი მაღალი მდგომარეობის ნაწილაკები ეჯახებიან მის გარშემო მყოფ დაბალი მდგომარეობის მქონე ნაწილაკებს და ამ დაჯახებისაც მდგომარეობათა სხვაობა წარმოიქმნება დედამიწის ცენტრისკენ. ხო, რაღაც ინტენსიური, ხო? ესე იგი, დედამიწის ცენტრში წარმოიქმნება რაღაც SP, რომელიც მიმართულია დედამიწის ცენტრისკენ. და SP უკვე გადაეცემა მათ გარშემო მყოფ ნაწილაკებს და წარმოიქმნება ეს სისტემა. ესე იგი, რა ხდება? ესე იგი, ეს ცენტრში მყოფი ნაწილაკები ეჯახებიან ამ გარშემო მყოფ დაბალი მდგომარეობის ნაწილაკებს. აი, როცა ჩვენ კედელს დავეჯახებით და აჩქარება წარმოიქმნება საწნახელი მიმართულებით, ხო? როდესაც მდგომარეობა წარმოიქმნება საწნახელებო მიმართულებით, მაშინ ეს მდგომარეობათა სხვაობა გადაეცემა სხვა ნაწილაკებს და იმავე მიმართულებით, ამ მიმართულებითაც თვითონ ღებულობს, ესე იგი, სხეული მდგომარეობათა სხვაობას. ესე როდესაც მე ვეჯახები კედელს, ესე იგი, ჩემი მდგომარეობა წარმოიქმნება საწნახელო მიმართულებით, რაც იწვევს უკვე, რაც ეს მდგომარეობა გადაეცემა სხვა ნაწილაკებს ამ პროცესში და მივიზიდავ იმ მიმართულებით, რომელსაც თვითონ მდგომარეობათა სხვაობას, ხო? იგივე პრინციპია აი აქ, ესე იგი, ნაწილაკები ეჯახებიან გარს. ეს გარსი წარმოიქმნება სფერული, ესე იგი, სფეროს თავისებურებებიდან, ესე იგი, რაც უფრო ვშორდებით ჩვენ ცენტრს, მით უფრო დიდია სფეროს გარშემოყრილობა, ხო? რა უფრო მეტი ნაწილაკები ჩაეტევა, ესე იგი, თუ ჩვენ რაღაც ნაწილაკს ჰქონდა D მდგომარეობა, ცენტრში ჰქონდა, მაშინ მოშორებით ნაწილაკების რაოდენობა იზრდება, სანადოდ მდგომარეობა მცირდება. მათი რაოდენობიდან გამომდინარე. ესე იგი, თუ ჩვენ გვაქვს ცენტრში მაღალი გვაქვს, მაშინ მის გარშემო მყოფი ნაწილაკების მდგომარეობა მცირდება, მათი რაოდენობიდან გამომდინარე. და ეს ათანაბრებს ამ სისტემას. ესე იგი, როდესაც ცენტრში მყოფი ნაწილაკები ეჯახებიან თავიანთ გარშემო მყოფ გარშემო მყოფ ნაწილაკებს, ხო, წარმოიქმნება მდგომარეობა სხვაობა ცენტრისკენ, რაც წარმოქმნის ამ ნაწილაკების მიზიდვაზე. გრავიტაცია ძალის წარმოქმნის შედეგი არის დედამიწის ცენტრში წარმოქმნილი მდგომარეობათა სხვაობები, რომლებიც მიმართულია დედამიწის ცენტრისკენ. იგივე პრინციპია ელექტრონებსა და პროტონებში. ცნობილია, რომ ესე იგი, პროტონები, ესე იგი, პლუსი თუ არის დადებითად დამკვიდრებული მუხტები, ისინი ერთმანეთს განიზიდავენ, ხოლო უარყოფითად, ესე იგი, უარყოფითი და დადებითი ერთმანეთს იზიდავენ. მაგრამ მე აქ შევასწორებ ჩემი აზრით, ესე იგი, როდესაც ჩვენ გვაქვს ერთმანეთის ტოლი ნაწილაკთა სისტემები, то მათ შორის განზიდვის ძალა უფრო დიდია ვიდრე მიზიდვის.
ხოლო პატარა და დიდ ნაწილათა სისტემებს შორის მიზიდის ძალა უფრო დიდია ვიდრე განცდის. აი ეს მომენტია აქ გასათვალისწინებელი ჩემი აზრით ესე იგი განცდვა და მიზიდვა მარტო დადებით და უარყოფით მოხდების არა დამოკიდებული არამედ არის დამოკიდებული ნაწილათა სისტემის სიდიდეზე. პატარა და დიდი უფრო მეტად იზიდავენ და მიზიდის ძალა უფრო დიდია ვიდრე დიდ ნაწილათა სისტემებს შორის. ერთმანეთი ტოლი ნაწილათა სისტემები უფრო განიზიდავენ ერთმანეთს. მე ამას ფორმულას ჩამოვაყალიბებ, თუ როგორ ხდება ეს მიზიდვა და განზრდის ძალების გათანაბრება გარკვეულ მანძილზე. მაგრამ ეხლა მე მინდა მანამდე ავხსნა თუ როგორ წარმოიქმნება მიზიდვა განზრდის ძალები. მაგრამ დავიღოთ დედამიწის მაგალითი. როგორც დავნიშნე, ესე იგი დედამიწა ცენტრში წარმოიქმნება მდგომარეობათა სხვაობები, რომლებიც მიმართულია დედამიწის ცენტრისკენ, რაც ქმნის გრავიტაციის ძალას და ეს გრავიტაციის ძალა გადაეცემა გარშემოყოფ სხეულებს, მაგრამ დავიღოთ რაღაც n ნაწილათა სისტემა, ხო? როდესაც დედამიწასა და n ნაწილათა სისტემაში წარმოიქმნა მიზიდით ძალა F, ესე იგი რაღაც L, ეს არის რაღაც L, ეს მანძილი მათ შორის მაშინ ეს ტალღის შემცირება როგორც ვიცი უკვე პროპორციულია მანძილის კვადრატზე, ხო? ესე იგი n1-მა აი გვაქვს ჩვენ რაღაც SP. ესე იგი თუ n ნაწილაკებმა მიიღებს ტალღა, ესე იგი n ნაწილაკებმა მიიღავ ტალღა SP გაყოფილი მაგალითად L კვადრატზე. ესე იგი, როდესაც n-მა მიიღო SP გაყოფილი L კვადრატზე, ეს L კვადრატის კოეფიციენტის კუთხე ალბათ ჩავთვალოთ 1 ტოლი. ხო და მარტო დავტოვოთ, რომ 0 ტოლი მერქი ალფა მივიღოთ 1 ტოლი, L და დავტოვოთ მარტო L კვადრატი. ესე იგი, როდესაც n ნაწილაკებმა მიიღეს SP L კვადრატი ტალღა გაყოფილი L კვადრატი, მაშინ თვითონაც წარმოქმნიან დედამიწის მიმართ ტალღას, რომელიც ტოლია დედამიწის მიმართ, ესე იგი m დედამიწის მიმართ წარმოქმნილი ტალღა იქნება SP L მეოთხე ხარისში. უკვე როდესაც n-მა გადაცა ტალღა დედამიწას, ის კიდე შემცირდა L კვადრატი. ესე იგი, თვითონ n ნაწილაკები, როცა ღებულობენ დედამიწის მიმართ, ესე იგი, დედამიწისგან მდგომარეობას სხვაობას და იწყებენ უკვე მდგომარეობას ხო თვითონ წარმოქმნიან აგრეთვე ტალღას დედამიწის მიმართაც. და ეს ტალღა არის უკვე SP L, ესე იგი, მანძილი მეოთხე ხარისში. ესე იგი, როდესაც დედამიწა იზიდავს სხეულებს, ეს სხეულები წარმოქმნიან საწინააღმდეგო ძალას. აქაც წარმოიქმნება რაღაც საწინააღმდეგო ძალა. F. ეს ვიყოთ მაგალითად F მიზიდვას, ეს F განზიდის ძალა. და როდესაც დედამიწა მიიზიდა ნაწილაკები, n ნაწილაკები, მაშინ ამ n ნაწილაკებმაც უკვე წარმოქმნეს ტალღა, რომელმაც შექმნა უკვე განზიდვის
განსიდვა დედამიწასა და ნაცლაკებს შორის. მაგრამ რატომ იწყებენ ნაცლაკები მოძრაობას? ნაცლაკები იმიტომ იწყებენ მოძრაობას, რომ დედამიწის მიმართ გადაცემული მდგომარეობა და სხვაობა უფრო დიდია, ვიდრე თვითონ მათ მიმართ წარმოქმნილი მდგომარეობა და სხვაობა. ჩვენ რატომ მოვზრაობთ დედამიწაზე? ჩვენ იმიტომ მოვზრაობთ, რომ ჩვენ უფრო მეტ მდგომარეობა და სხვაობა წარმოქმნით დედამიწის მიმართ, ვიდრე ჩვენსა და დედამიწის მიმართ წარმოქმნას საწინააღმდეგო განცდით ძალა. ასე მაგრამ ჩვენ დიდ სხეულს გავიზარდეთ, ჩვენ ვერ შევძლებთ მის, იმიტომ რომ იმ დიდ სხეულსა და დედამიწას შორის უფრო მეტი ძალა წარმოიქმნება, ვიდრე ჩემსა და ამ სხეულს შორის. ეს არის აქ პრინციპი. თუ დედამიწა გვიზიდავს, ჩვენს თუ ვიწყებთ მდგომარეობა და ამ მდგომარეობის ხომი ჩვენს წარმოქმნით მის საწინააღმდეგო ძალა. ეგ ჯაჭვური რეაქცია. თუ მე მამოძრავებენ, მე წარმოქმნით ძალას საწინააღმდეგო ტალღას. ეს პრინციპია აი აქ ჩადებული. მაგრამ როგორ ხდება საერთოდ ესე იგი ნაცლაკებს შორის, ნაცლაკთა სისტემებს შორის აი ეს მიზიდვა, განზიდვა და ან ძალების გათანაბრება. იმისათვის რომ მე ავსნა თუ ესე იგი როგორ ხდება მაგალითად როგორ ბრუნავს მაგალითად დედამიწის გარშემო მთვარე. ნუ შეიძლება ამბობენ რომ მთვარე ცენტრში არაფერი არ გააჩნია, რომ ამის არჯერა მე ვფიქრობ იმასაც ცენტრში არის რაღაც მაგალითი ტემპერატურა, რომელიც ამოქმნის გრავიტაციას. თვითონ გასაკვირი ის არის, რომ რამდენი წელია დედამიწას ამ მთვარეს მოქმედებს ზე. რამდენი ენერგიას გადაცემს, მაგრამ ეს ენერგია სადღაც მიდის და იგივე ტემპერატურა რჩება, ხო? რატო ხდება ჩემი აზრით ეს? ეს იმიტომ ხდება, რომ მთელი ენერგია, რომელსაც გებულობს აი სფერო და რომელსაც აგებულება აქვს ცენტრში აქვს მაგალითად, ეს ენერგია მიდის ცენტრში. სფეროს აგებულების თავისებურებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ცენტრში გროვდება დიდი ენერგია, ხოლო მის გარშემო რაოდენობიდან გამომდინარე თავს იყრის უფრო დაბალი ენერგიის, ესე იგი, მდგომარეობის მქონე ნაწილაკები. ეხლა გადავიხილოთ, როგორ წარმოიქმნება საერთოდ ნაწილაკთა სისტემებს შორის მდგომარეობათა ძალთა გათანაბრების მანძილი. ესე იგი, რა არის ძალთა გათანაბრების მანძილი, მაგრამ მაგალითად დიდ ნაწილაკებს სისტემათა შორის და პატარა ნაწილაკთა სისტემებს შორის. იქ უკვე გავამზადე სურათი. გვაქვს ჩვენ აქ ორი ნაწილაკთა სისტემა. ესე იგი, პირველ ნაწილაკთა სისტემაში ესე იგი, N1 არის ეს ესე იგი ნაწილაკის სისტემის ცენტრში მაღალი მდგომარეობის მქონე ნაწილაკები, რომლებიც ეჯახებიან M1 კარს და წარმოქმნიან აჩქარებებს, ესე იგი, სისტემის ცენტრისკენ. ესე იგი, ეს არის A1 არის N1, ეს ნაწილაკები, S1 P1, ეს არის ინტენსიურობა გამრავლებული მდგომარეობა და სხვაობაზე. ეს არის აჩქარება, რომელსაც წარმოქმნის N1 ნაწილაკები პირველ ნაწილაკთა სისტემაში. იგივე მომენტია მეორე ნაწილაკთა სისტემაში, ეს ამე აღნიშნული მას გარსის ნაწილაკები M2-ად და N2 არის ეს ცენტრში მყოფი მაღალი მდგომარეობის ნაწილაკები, რომლებიც ეჯახებიან M2 გარსს. ეხლა ჩვენ მე ვამბობ აქ ნაწილაკთა სისტემები, მაგრამ სინამდვილეში გულისხმობ ელექტრონების, პროტონების, აგრეთვე პლანეტების აგებულების სქემას ფაქტიურად. ყველა, ესე იგი,
ყველა ესე იგი ჩვენი ცნობილი მოვლენები, მაგრამ მიზიდ და განზრდის მოვლენები წარმოქმნის პრინციპი დამოკიდებულია აი ასე აგებულებაზე, ესე იგი ელექტრონები და პროტონების არის აგებულების, რაც არის აგებულების პლანეტების, როგორც არის ფარი და დედამიწა, ისეთი აგებულების არიან ესენიც. მაგ აქ ერთი და იგივე აგებულება და ერთივე ძალიწამის ერთი და იგივე პრინციპი. ესე იგი ახლა რა ხდება აი ამ ორ სისტემას შორის. N1 ნაწილაკები თავიანთ მდგომარეობის სხვაობას გადაცემენ N2 ნაწილაკებს, აგრეთვე N2 ნაწილაკი გადაცემენ თავიანთ მდგომარეობის სხვაობას N1 ნაწილაკებს. მათ შორის არის რაც L მანძილი. ეხლა მე აქ მინდა გამოვიყენო თუ რა სუდრის ძალთა გათანაბრების მანძილი, რა მანძილის მერე გათანაბრდება მიზიდვა და განზრდის ძალები, თუ რაზე არის ეს გათანაბრების მანძილი დამოკიდებული. ჩვენ ძალები მაშინ გაგათანაბრდება რას მანძილზე, როდესაც გვექნება მიზიდვა და განზრდის, ერთმანეთს გაუტოლდება მიზიდვა და განზრდვა, ხო? ესე იგი ჩვენ შემთხვევაში N1 ნაწილაკები იზიდავს N2 ნაწილაკებს, მაგრამ როდესაც M2 ნაწილაკები ღებულობენ აი ამ ტალღებს მიზიდვის, მაშინ თვითონაც წარმოქმნიან განზრდის ტალღებს. და მეორე მხრიდანაც, როცა N2 ნაწილაკები წარმოქმნიან ტალღებს მიზიდვის, მაშინ M1 ნაწილაკები, როცა მიიღებენ აი ამ ტალღებს, თვითონაც უკვე წარმოქმნიან განზრდის ტალღებს. ესე იგი N1 და N2 ნაწილაკები ერთმანეთს იზიდავენ, N1 და M2 ნაწილაკები ერთმანეთს განიზიდავენ. რადგან მათ შორის არის რაღაც L მანძილი, მაშინ მე ეს როგორც ადრე ავხსენი, ესე იგი აი ტალღების სიძლიერე დამოკიდებულია უპროპორციულია მანძილის კვადრატზე. ესე იგი რაც უფრო შორდება, რაც უფრო ტალღა მიდის რაღაც მანძილზე, მით უფრო ცირდება მისი მნიშვნელობა და მისი მნიშვნელობის შემცირება დამოკიდებულია უპროპორციულია მანძილის კვადრატზე. და მე აქ ამიშე შემცირების კოეფიციენტის ვიკრიბისები K1 L კვადრატი. ეხლა რა სიტყვები იქნება მიზიდვის F მიზიდვის ძალა. F მიზიდვის ძალა წარმოქმნის N1 და N2 ნაწილაკები. რადგან ისინი წარმოქმნიან ერთმანეთის საპირისპირო ტალღებს, მაშინ მათ შორის წარმოიქმნება F მიზიდვის, რადგან ესენი საწინააღმდეგო არიან, მაგ პლუსები დავწერე მე. თუ ერთმანეთი მიმართულება რო ქონოდა, მაშინ დავწერდი მინუსებს. F რას უდრის? F მიზიდვის ძალა. F მიზიდვის ძალა დამოკიდებულია N1 და N2 ნაწილაკებზე და მათ მდგომარეობათა ესე იგი აჩქარებებზე. მათ მდგომარეობათა სხვაობების ინტენსივობაზე. ესე იგი ვებულობ F მიზიდვის ძალა არის N1 გამრავლებული N2-ზე, ეს ძალის ფორმულა, რომელსაც ადრე მოვიყვანე, SP/SRL plus SP2. ეს ადრეც როცა შემივიდე ძალის ფორმულა გიგავდა და L კვადრატი. ეს L კვადრატი არის უკვე გამოყოფილი, ეს უკვე აი ტალღის შემცირების კოეფიციენტი. L-ი აქ ჩვენ მეტრებში არ გვაქვს, ეს სულ სხვა განზომილება. ეხლა რას უდრის F განზრდის? როდესაც M1-მა მიიღო N2-ისგან ტალღა მიზიდვის, მაშინ როდესაც მან თვითონ ეს შემცირებულად ხომ მიიღო M1-მა ეს ტალღა. თვითონ როდესაც გადაცა ეს ტალღა, M2-მა უკვე ესეც მიიღო უკვე შემცირებულად, ხო? ასევე M2-მა როცა მიიღო N1-ისგან უკვე შემცირებული ტალღა, მან როდესაც გადაცა უკვე ტალღა M1-ს, მაშინ მათ შორის კიდევ უფრო შემცირდა და L-ი გახდა L-ი 4 მეოთხე ხარისში.
ესე იგი F2 განზრდის, უკვე მივიღებ ჩვენ M1 M2 გამრავლებული S1 + S2 P2 გაყოფილი L მეოთხე ხარისში უკვე. ეხლა რადგან ჩვენ რომ მივიღოთ ძალთა გათანაბრების მანძილი, ამიტომ F მიზიდვის უნდა უდრდეს F განზრდის. ამას თუ გამოვიდა, უნდა იყოს ნულისწორი, ხო? ესე იგი, როცა ჩვენ ამას ერთმანეთს გავუტოლებთ, საბოლოოდ მივიღებთ, რომ L უდრის M1 გამრავლებული ფონზე გაყოფილი N1 N2-ის ნამრავლზე. ეს რას გვანახავს ახლა? და რას ვიყავთ თურმე ძალთა გათანაბრების მანძილი დამოკიდებული. ესე იგი, რაც უფრო დიდია M1 და M2-ის ნამრავლი, მით უფრო დიდია ესე იგი მანძილი მას შორის მანძილი. რაც უფრო ნაკლებია, ხო ნაკლებს ვეღურულობ, როცა ჩვენ ერთი ნაწილათა სისტემის გარსის მასების რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლებია მეორე ნაწილაკის სისტემების მასების ეს ნაწილაკის რაოდენობაზე. ამიტომ რომ აი უნივერსიტეტს ასეა საერთოდ დიდ პლანეტებს შორის გუნდავს მხოლოდ პატარა პლანეტები. ეს იმიტომ ხდება, რომ ძალთა გათანაბრების მანძილი ამ დიდსა და პატარა პლანეტებს შორის არის ახლოს. ხოლო დიდსა და ერთმანეთის ტოლ პლანეტებს შორის ძალთა გათანაბრების მანძილი არის ძალიან დიდი. ეს პრაქტიკულად შეიძლება პრაქტიკული ცდები გამოვიყვანოთ აქ უკვე ისინი ერთეულები, განზომილების ერთეულები, რომ უგედესაც წარმოსახოთ თუ ისი ტოლია მაგალითად L. მე აქ განზომილებები არ მაქვს შემოტანილი, ჯერ უბრალოდ მე ვაყალიბებ ფორმულებს. ესე იგი, საბოლოო დასკვნა აქ ის არის, რომ ფაქტურად იგივეა პროტონებსა და ელექტრონებს შორის. ელექტრონები ერთმანეთს განიზიდავენ, იმიტომ რომ მათი ნაწილაკთა რაოდენობა არის ერთმანეთის დონე. ხოლო პროტონები და ელექტრონები ერთმანეთს იზიდავს, იმიტომ რომ ელექტრონი პროტონზე ბევრად უფრო პატარაა. აი ეს პრინციპია აი ნაწილაკთა სისტემის შორის მიზიდო განზრდის ძალების წარმოქმნა და მათ შორის გათანაბრების მანძილის ესე იგი მათ შორის ძალთა გათანაბრების მანძილის სიდიდის ფორმულა ახლა ჩვენ რომ მივიღეთ ეს რომელიც დამოკიდებულია აი გარსის ნაწილაკების რაოდენობაზე უბრალოდ სიდიდეზე. გადავიდეთ ფარდობიტობის თეორიაზე. ესე მართალი გითხრათ, არასდროს არ მჯეროდა იმის, რომ სინათლე არის რაღაც მუდმივი მნიშვნელობის და სინათლეზე უფრო მეტი სიჩქარე არ არსებობს სამყაროში. და მან დამაინტერესა ცოტა შორის ამ საკითხებზე, ბოლოს მივედი და თქვენც აგიხსნით, ეს არის უბრალოდ ილუზია და მეტი არაფერი. ასე შეიძლება იყოს დამოკიდებული სინათლის სიჩქარე. ჩემი აზრით, სინათლის სიჩქარე შეიძლება დედამიწაზე იყოს სულ სხვა მნიშვნელობის, მთვარეზე სულ სხვა მნიშვნელობის და მარსზე სულ სხვა მნიშვნელობის. სინათლის სიჩქარის წარმოქმნა ჩემი აზრით დამოკიდებულია იმ შენახული მდგომარეობის ნაწილაკების რაოდენობაზე, სადაც წარმოიქმნება სინათლე და რატომ. ესე იგი, როდესაც ჩვენ გვაქვს რაღაც ნაწილაკთა სისტემა, რაც ნაწილაკები და გვაქვს ფიქსირებული შენახული მდგომარეობის ნაწილაკთა სისტემა. დავახვათ. როდესაც ამ ნაწილაკი როდესაც ნაწილაკთა სისტემიდან გამოისტყორცნება ნაწილაკი, მისი გამოსტყორს იქნება ამ ნაწილაკიდან დაშორება დამოკიდებულია იმ ძალაზე, თუ რა ძალა წარმოიქმნება მასსა და იმ შენახული მდგომარეობის მქონე ნაწილაკებს შორის. ესე იგი, რაც გულისხმობთ ამე,
თუ ჩვენ გქონდა რაღაცა x ღერძზე 0 მდგომარეობა და აი ნაწილაკი ჯერ არ მოძრაობდა x-და. რაღაც მომენტის მერე მან დაიწყო მოძრაობა რაღაცა d მდგომარეობით. ესე იგი ჩვენ მივიღებთ მდგომარეობა და სხვაობა x ღერძის მიმართ, სადაც p უდრის იგივე d-ს. მდგომარეობა სხვაობა უდრის d-ს. ჯერ ქონდა 0, მეტ და მერე წარმოიქმნა მდგომარეობა სხვაობა d. ეს მდგომარეობა და სხვაობა რა თქმა უნდა გადაეცა ნაწილაკთა სისტემას, შენახო ნაწილაკთა სისტემას და ძალა f-ი უდრის აი ამ ნაწილაკი მაგალითად ეს არის n2 ნაწილაკთა რაღაც რაოდენობა, ხო? n2 ნაწილაკთა რაოდენობა. ესე იგი d გამრავლებული n2-ზე. ესე იგი აი ამ ნაწილაკი, რომელიც გამოიხორცება, სისტემა უნდა დაძლიოს აი ძალა f-d. ესე იგი ამ ნაწილაკთან ფიქსირებული ნაწილაკების მდგომარეობის ნამრავლთან. ჩვენ ყველა რომ მოძრაობთ, მაგრამ დედამიწა ყველა ჩვენ ძლიერ ყველა უნდა გადავლახოთ ეს ძალა, რომელიც ჩვენ მოქმედებს ჩვენსა და დედამიწას საწინააღმდეგოდ. ჩვენ როცა ვიწყებთ აჩქარებას ჩვენსა და დედამიწას შორის წარმოიქმნება საწინააღმდეგო ძალა, რომელიც არ უნდა რომ ჩვენ იმოძრავოთ, ჩვენ ამ ძალას გადავლახავთ და მაშინ ვისწრებთ მოძრაობას. იგივე მომენტია, როდესაც ნაწილაკთა სისტემიდან გამოიხორცება ნაწილაკი, მან უნდა დაძლიოს აი ძალა, რომელიც წარმოიქმნება მასსა და დედამიწასა და მას შორის ძალა. წარმოქმნილი ძალა. აი ეს d, რომელიც წარმოიქმნება x ღერძის მიმართ. ესე იგი n ფიქსირებული n2 ნაწილაკების მიმართ. ამიტომ ჩემი აზრით თვალეზე უნდა იყოს სხვა სინათლის სიჩქარე, მარსზე სხვა, იუპიტერზე სხვა და ასე შემდეგ. კაი, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ სინათლის სიჩქარე მუდმივობა ავსენიმე აქვს, ხო, არ ამიცნებ. მაგრამ ეხლა რა ხდება დედამიწაზე, რატომ გვეჩვენება ჩვენ რომ სინათლის სიჩქარე მუდმივია. თუ მაგას ჩვენ ან რამის სიჩქარეს დავამატებთ, ან მოვაკლებთ, სინათლის ჩვენ მაინც მივიღებთ და იგივე სიჩქარეს. რატო ხდება ეს? ესე იგი, როგორც ვიცით, ნაწილაკები სინათლის, ესე იგი, სინათლე არის ეს იგივე ნაწილაკების მოძრაობა. არ უნდა რაღაც x, y ღერძი, აი ეს x, y, აი ეს x. ჩვენ როცა აი არის პარტიკული ხო რაღაც ცები, როცა ზომავენ სინათლის სიჩქარეს. ჩვენ ზომავთ სინათლის პროექციას. მის ნამდვილ ტრაექტორიას ჩვენ ვერ გავზომავთ. თუ ჩვენ არის თუ რა ტრაექტორიაზე მოძრაობს სინათლე, ხო? ჩვენ შეგვიძლია გავზრდოთ მხოლოდ მისი პროექცია. ესე იგი, მაგალითად ავიღოთ ასეთი მომენტი, რაღაც ესე იგი დაიწყო, აი ჩავთვეთ რაღაც სინათლე და სინათლემ დაიწყო მოძრაობა. რადგან ეს არის ნაწილაკები, სინათლე არის იგივე ნაწილაკი, მასზე მოქმედებს გრავიტაციის ძალა. და ისინი იწყებენ ბრუნვით მოძრაობას. ყველა სხეული რაც არის დედამიწაზე, თუ მასზე მოქმედებს გრავიტაციის ძალა, ყველა სხეული იწყებს ბრუნვით მოძრაობას. ესე იგი, ის ბრუნავს რაღაც წრეწირის ტრაექტორიაზე. ეხლა რა ხდება აქ? ეს არის რაღაც, ავიღოთ რაღაც t პერიოდი,
ტედრო ეს არის რადიუსი, წრეწირის რადიუსი, მეტად, ეს ცენტრია, ეს არის ერი, ეს არის ნაწილების სიჩქარე, ნაბიჯები ვეთი. ესე იგი რა ხდება, როდესაც ჩვენ, ესე იგი ჩვენ ვიცით რომ ცენტრისკენული აჩქარება ეს არის v კვადრატი l-ზე. v კვადრატი l-ზე. რა მე მაგალითად ნაშრომში უფრო დეტალურად მაქვს ჩამოწერილი თუ როგორ ფორმულებიც მაქვს იქ პროექციის სინუსი, კოსინუსი და ამას მე აქ არ დავწერ, მე უბრალოდ ავხსნი აზრს თუ რატო ხდება რომ ჩვენ გვეშინება რომ სინათლის სიჩქარე არის მუდმივი. სინამდვილეში სინათლის სიჩქარის მუდმივობას იწვევს გრავიტაციის ძალა. გრავიტაცია რომ იზიდავს ყველა სხეულს და ყველა სხეული მოძრაობს ერთი და იგივე აჩქარებით, ესე მუდმივი აჩქარებით. რაც უნდა, აი სხეული რაც უნდა ვისწავლოთ ჩვენ სხვადასხვა სიჩქარებით, ყველა ეცემა ერთი და იგივე აჩქარებით დედამიწაზე. და ეს პრინციპია აქაც. როდესაც ჩვენ ნაწილაკები სინათლის სიჩქარით მოძრაობენ, როცა ჩვენ ვამატებთ მას ან ვაკლებთ სიჩქარეს, სინათლის სიჩქარეს, მაშინ ჩვენ შემთხვევაში რო არ დაირღვეს აი ცენტრისკენული აჩქარება იგივე გრავიტაციის ძალა, ეს v კვადრატი ერი უნდა იყოს რაღაც მუდმივი მნიშვნელობის. მუდმივი იცვლება თუ ჩვენ შევცვლით v-ს, აი თუ შევცვალეთ v, ხო? მაშინ შეიცვლება ერი. როცა ჩვენ სინათლეს ვამატებთ რაღაც მნიშვნელობას, ის იცვლებს თავის რადიუსს. და მისი პროექცია ხდება უსვლელი. ჩვენ გვეუბნებთ ერთი და იგივე პროექციას, მაგრამ იცვლება რადიუსი. სხვადასხვა სიჩქარების დროს ან რადიუსი იზრდება, ან სჭირდება. და ამიტომ ჩვენ გვეშონება რომ მისი პროექცია რომ სინათლე არის მუდმივი. სინამდვილეში სინათლის პროექცია არ იცვლება, იცვლება მისი ტრაექტორია. x ღერძზე მისი პროექცია არის მუდმივი, მაგრამ ეს რადიუსი იცვლება, რადგან მასზე მოქმედებს მუდმივი გრავიტაციის ძალა. ნუ ახლა თუ ეს მაინც კარგად გავუსწრები, თქვენ შეგვიძლია ნახოთ ჩემი ნაშრომი და იქ უფრო დეტალურად გაერკვეთ თუ მოყვანის მაგ სინუსები, კოსინუსები, პროექციები და ყველაფერი და იქ შეიძლება უფრო უკეთესად გაერკვეთ. მაგრამ პრინციპი ის არის რომ რადგან გრავიტაციის, ესე იგი, აჩქარება გამოწვეული დედამიწის, ესე იგი, დედამიწის მიზიდვის ტალღები და გამომდინარე არის მუდმივი და ის არ ირღვევა. რადგან ის არ ირღვევა, პროექცია ირღვევა მხოლოდ რადიუსი, სიჩქარე როცა შეუსვლის ჩვენ სინათლეს, იცვლება რადიუსი ერი, რადგან არ დაირღვეს ეს გრავიტაციის აჩქარება. რომ იყოს მუდმივი. ხოლო პროექცია შეიძლება მუდმივი. ჩვენ პროცესს გვეცლება ერი. v შეიძლება ერი. და ეს მნიშვნელობა გვაქვს სულ მუდმივი. ეს არის მთელი ილუზია. ეს არის ილუზია, რომელზე ამაზე მე შექმნეს მთელი თეორიები, რაღაც ფანტასტიკაში წარმოიქმნა რაღაც შავი ხრელები და რაღაცები, საერთოდ შორს არ რეალობისაგან. მოკლედ, ამის დამტკიცება შეიძლება. ამ შეიძლება ჩემი თეორია შეიძლება უბრალოდ დავამტკიცო, მაგალითად, თავისუფალი ვარდის დროს, როცა არ გვაქვს გრავიტაციის ძალის ზემოქმედება, თუ ჩვენ გავზომავთ სინათლეს, სიჩქარეს, სხვადასხვა მოძრავი კვები წყაროდან ნახავთ, რომ სიჩქარის სინათლე შეიცვლება. ჩემი აზრით შეიცვლება. მე არ ჩამიტარები ამის
ეს ცები თუ არ მაქვს ამ საშუალება და ჩავატარო ესე რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავატარებ. ვინ ჩაატარებს ნახავს რომ როცა ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვარდა და არ გვაქვს გრავიტაციის ძალის მოქმედება, აი ეს სინათლის სიჩქარე და კვების წყაროს სინათლის სიჩქარე დაჯამდება. აგრეთვე აი ჩვენი თეორიების დასამტკიცებლად შეიძლება ჩატარდეს კიდევ დამატებით ორი ცდა. ჩვენ შეგვიძლია სადაც ღრმა კოსმოსში, სადაც იმდენად არ არის პლანეტების ზემოქმედება. იგი დავაჯახოთ რაღაც სხეულები ერთმანეთს, სადმე მოვათავსოთ პატარა სხეულები და დავაკვირდეთ ამ დაჯახებისას გადაეცემა თუ არა ეს მდგომარეობა და სხვაობა სხვა სხეულებს და დაიწყებენ თუ არა ისინი მოძრაობა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მიიღებენ, ეჯახებიან ერთმანეთს ეს სხეულები. და კიდე ერთი ცდა, მესამე ცდა, ჩვენ უნდა შევქმნათ ისევ ღრმა კოსმოსში რაღაც სფეროს აი რო ვთქვი, ნაწილაკთა სისტემების ესე იგი აგებული ფორმის სხეული, სადაც ცენტრში გვექნება მაღალი ესე იგი მდგომარეობის ნაწილაკები და გარეთ გვექნება გარსი დაბალი მდგომარეობის ნაწილაკებისგან და დავაკვირდეთ, დაიწყებენ თუ არა ისინი სხეულების მიზიდვას. მე მგონი აი ამ სამი ცდით მთელი ჩემი თეორიები დამტკიცდება. მადლობა ყურადღებისთვის.